ახლა ჩვენ კობი-გუდაურის მთაში 3000 მეტრის სიღრმეზე ვიმყოფებით. აქ საქართველოში ყველაზე დიდი და გრძელი გვირაბი ითხრება. აი ეს არის გვირაბ გამყვანი მანქანა, რომელიც საქართველოში 9 კილომეტრიან გვირაბს თხრის. ამოცანა ურთულესია, სირთულეს კი რელიეფი ქმნის, თუმცა მაღალ ტექნოლოგიური მანქანა ყველაფერს თავადვე ამარტივებს. უნიკალური დანადგარი ჯერ კლდის ქანებს ბურღავს, შემდეგ კი მიწის მასა გარეთ გამოაქვს. პროცესი არ ჩერდება, აქ ყოველდღიურად საშუალოდ 12-15 მეტრი იჭრება. აი ეს არის უკვე ფარი, რომელზეც დამაგრებული არის მეტალის დისკოები, რაც უზრუნველყოფს უკვე მიწოლის შედეგად დატრიალებით უკვე მასების მსხრევას და შესაბამისად ექსკავირებას. აი ეს არის უკვე საბოლოო პროცესი, როგორ ხდება გვირაბის გაყვანა. კლდის ქანების გარეთ გამოტანის შემდეგ გაჭრილი მონაკვეთის მოპირკეთების სამუშაოები იწყება. მაღალ ტექნოლოგიური მანქანა ყველაფერს თავად უზრუნველყოფს. მართვის პულტთან 24 საათიანი მორიგეობაა. ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ქარხანასთან, ანუ საბურღი მოწყობილობა წარმოადგენს როგორც ბურღვით ელემენტს, ასევე მოსახვის ელემენტს და შემდგომ უკვე როდესაც გაიბურღება აღნიშნული გვირაბი, მოეწყობა გვერდითა ელემენტები, მოხდება შესაბამისი ფილის მოწყობა და შემდგომ უკვე ასფალტის დაგება და ამის შემდეგ უკვე მოხდება საინჟინრო ქსელების მონტაჟი. მაშინ როცა საქმე ბუნებისა და ტექნოლოგიების თანხვედრამდე მიდის, გადამწყვეტი მნიშვნელობა უსაფრთხოებას ენიჭება. იმისთვის რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების კვალი არ დარჩეს, ეს მანქანა დანადგარიც განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა. საბურღი მანქანის ვიბრაცია მინიმალურია, შესაბამისად, მინიმალურია გარემოზე მისი ზემოქმედებაც. ეს არის ახლა მთელი პრინციპი, როგორ მუშაობს TBM. ანუ სეგმენტები, რომლებიც უკვე ჩამაგრებულია, ამ სეგმენტებს უკვე გუშები დაწვება. ანუ თვითონ ეს მანქანა დანადგარი ბეტონის ფილებით რა თქმა უნდა, აპიკეთებს და შესაბამისად აი ამ სეგმენტზე მიწოლის შედეგად ქმნის იმ წნევას, რომლითაც უკვე ტრიალის შედეგად და დისკოები ამსხვრევენ მასას, რომლის გამოტანაც ხდება და იჭრება გვირაბი. მარშრუტი შანხაიდან იწყება, სტამბოლის გავლით ფოთის პორტში ინაცვლებს, თუმცა საბოლოო გაჩერება კობია. ეს გზა 4800 ტონიანმა მაღალ ტექნოლოგიურმა მანქანამ სპეციალურად საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის გასაყვანად გაიარა. გვირაბ მთხრელი დანადგარი ჩინეთიდან დაშლილი ჩამოიტანეს. აწყობას რამდენიმე თვე დასჭირდა. გასული წლის მაისში კი მისიის შესრულება დაიწყო და კლდოვანი ქანების ბურღვის სამუშაოებში ჩაერთო. გათვალისწინებული იქნა ყველა პარამეტრი, გზის პარამეტრები, რელიეფი და ის გუდაურის გალერეა, რათა მომხდარიყო მისი, ესე ვთქვათ, გატარება მისი ნაწილების. რამოდენიმე სეგმენტად იყო ეს გვირაბი, ეს გამყვანი დაშლილი, წონა 4800 ტონაა და სიგრძე 1180 მეტრი არის. ქვეშეთი კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი ორზოლიანი და 15 მეტრის სიგანის იქნება. პროექტმა სრულად უნდა უპასუხოს საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მთავარ გვირაბს გვერდითვე მიჰყვება საევაკუაციოც. ეს გვირაბი მასშტაბური პროექტის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ქვეშეთი კობის მასშტაბური პროექტი მხოლოდ ამ გვირაბით არ შემოიფარგლება, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება აქამდე მოსასვლელი გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა. ბატონო ირაკლი, მოგვიყევით ჯამურად, საერთო ჯამში რა კეთდება ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში? 12 კილომეტრიანი არის მისასვლელი გზა, სადაც თავის მხრივ არის 4 გვირაბი და 5 ხიდი. როცა ხიდებზე ვსაუბრობ, აქაც გვაქვს არკული ხიდი, რომელიც ულამაზესია და ბუნებასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, გამორჩეულად ეწერება ამ ულამაზეს ბუნებას. საინჟინრო თვალსაზრისით 280 მეტრიანი სიგრძეა გარკას, რაც აქამდე ჯერ არ აგვიშენებია და აქაც ასე ვთქვათ ტექნოლოგიურად ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული ხიდის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ არსებული 34 კილომეტრიანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 11 კილომეტრით შემცირდება და გზას მხოლოდ 20 წუთი დასჭირდება. დროის შემცირებასთან ერთად მთავარი ამოცანა წელიწადის ნებისმიერ დროს მოძრაობის უწყვეტობის შენარჩუნება და გზის უსაფრთხოების და გამტარ უნარიანობის გაუმჯობესებაა. ამ პერიოდზე ზაფხულში, თოვლში და იმაში იჭრება ხოლმე მანქანები ვერ გადიან, კეთებენ ერთმანეთსა.
ეს კარგი რაღაც კეთდება. სამთარში სულ პრობლემატური იყო ქვეშადიკობის გზა, იმიტომ რომ ჩაკეტოები დიდთოლობის გამო, ზვალსაშიშრების გამო ხშირად ხდებოდა გზის ჩაკეტვა. რის გამოც პროდუქტის მიღებაც შეუძლებელი იყო ყაზბეგის რაიონში. 1,2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს. მშენებლობას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აზიის განვითარების და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კობიდან ქვეშეთამდე ჩამოსასვლელად დაახლოებით საათი და 15 წუთი დაგჭირდა. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ მონაკვეთის გავლას სულ რაღაც 20 წუთში შევძლებთ.